სამხედრო ამუნიციით და ავტომატით მოსული დამპყრობელი. გახსენით ახლა დიალოგი და დაიწყეთ ახლა საუბარი რა. გახსენით დიალოგი, რა გინდათ, დაელაპარაკეთ ჩვენ ხელისუფლებას, კიდევ ვიმეორებ, ესეთი შანსი ახლა ტრამპის დროს რო გაქვთ, თქვენც არ გექნებათ სამომავლოდ. ძალიან შეწუხებულები ხართ და არიცით სად მარხია ძაღლის თავი იმის გამო, რომ ესე კარგად გექცევათ ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ ჩვენ ვიცით რაღაცეები, ჩვენ ვიცით ინგლისის მეფის კარზე რა უთხრეს ზელენსკის და რატო დათანხმდა ხელახლა შეხვედრას ტრამპთან. ჩვენ ვიცით ტრამპი რო ყავთ ახლა მიწვეული სამეფო კარზე, თქვენგან განსხვავებით, თქვენ არიცით რაზე იქნება საუბარი. ხო და გამოიყენეთ ახლა ეს შანსი, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოთ ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც უკრაინის და ევროპის საკითხს დაალაგებს, პასუხისგებლობას აკიდებენ იმაზე ირანზე და პასუხისგებლობას აკიდებენ ჩინეთზე, პასუხისგებლობას აკიდებენ სამეზობლოში სიტუაციების დალაგებაზე და სანამ რაღაცას დაგავალდებულებენ კეთილი ნებით გამოიჩინეთ, კიდევ ვიმეორებ, ამ ხელისუფლების პატივისცემა დააფასეთ. სხვა ამაზე უკეთესი თქვენი ასე ვთქვათ